ასეთ პირობებში უწევს თამუნა ჯიჯავაძეს მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრება. სახლი, რომელსაც კადრში ხედავთ, იმდენად ავარიულია, რომ უხვი ნალექის დროს სახლშიც ისევე წვიმს, როგორც გარეთ. ოჯახის ერთჯერადი შემოსავალი სოციალური შემწეობაა, რომელიც 130 ლარს შეადგენს. ბავშვების დედა ყვება, რომ ხშირია შემთხვევა, როდესაც მისი შვილები მშივრები იძინებენ. ჭერიდანაც ჩამოდის სულ წყალი, წვიმისას ძალიან ციო, ორი ბავშვი მყავს, პატარა ბავშვები და სულ მიცივდებიან ისინიც. ჩემი მეუღლეც არ მუშაობს, ოპერაცია გაუკეთა და არ შეიძლება მუშაობა და ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ, მარტო დახმარება ვაქვს, სოციალური დახმარებას იმას ვიღებთ, აი არაფერში არ ყოფნის ისიც, რომ რამეში გამოვიყენოთ, მარტო საჭმელსაც ძლივს წვდებით. ჯიჯავაძეების გაჭირვებაზე საუბრობენ მათი მეზობლებიც. არანაირი ამათ შემოსავალი არ აქვს და არაფერი ანრით არსებობენ ჩვენ ყველას გვიგვრის. კი, ორი ბავშვი ხართ. და ის რუფასოვნად თუ აჭმევენ ამ ბავშვებს. აბა როგორ აჭმევენ, რა შეაჭმევენ, რო არა გაქვს, მე ბერჯელ გამიტანია და უჭმევიათ. როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რამაზ პოპიაშვილმა გითხრა, მუნიციპალიტეტის სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებს ბინის სარემონტო სამუშაოებში ვერ დაეხმარება, რადგან კანონი ამის საშუალებას არ იძლევა. თუმცა თამარ ჯიჯავაძემ განცხადება ერთჯერად დახმარებაზე დაწერა და მას აუცილებლად დაეხმარებიან. კანონშიც არ არის და ჩვენ არ გვაქვს იმის სახსრები, რომ ბინები ვარემონტოთ, საერთოდ დაზიანებული ბინები. თავისი სიძველით დაზიანდა ბინები, ეს ბინები ნამდვილად ჩვენი რემონტის და მათი რეაბილიტაცია ჩვენი ბიუჯეტის სახსრებს ნამდვილად არ შეუძლია, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს. ერთჯერადი დახმარებები, სოციალური დახმარებები გვაქვს მაქსიმალურად, მაქსიმუმ 300 ლარის ფარგლებში. გათვალისწინებული არის იქ რა დონეზე არის ადამიანი გაჭირვებული. სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტში სოციალური პაკეტი გასულ წელთან შედარებით 10%-ითაა გაზრდილი. სპეციალურად შექმნილი კომისია ადგილზე შეისწავლის გაჭირვებული ოჯახების მდგომარეობას, რის შემდეგაც ერთჯერადი დახმარება ოჯახებს 50 ლარიდან 300 ლარის ოდენობით გადაეცემათ.